რა გაკეთდა 450 მილიონით. კლუბებმა მიიღეს სტაბილურობა. საერთოდ არ მაინტერესებს, კლუბი იქნება სტაბილურად, არ იქნება. შედეგი მოდის წლების შემდეგ. წლების მერე შედეგი არის ის, რომ უკან წამოვედით. 1.5 მილიონ ლარით დიდ შედეგს ვერასოდეს ვერ დავდებთ. გარიგებული თამაშები. კი, ერთი იყო მე მახსოვს. რატო არის შეუძლებელი რესურსი მაქსიმუმი ჩადოს მარტო ბავშვთა ფეხბურთში? რეგიონებში ძირითადად ბავშვთა ფეხბურთი არის უფასო. გამოქვეყნდა ანგარიში, XMA კლუბმა არ შეასრულა. კი ბატონო. დაკისრივალდებულება და ასევე იყო ვარის სისტემასთან დაკავშირებით ზედმეტობა. ზემდგომ ორგანოებში უჩივლეთ, ესე ვთქვათ, არის სასამართლო წარმოება. საუბარია ფონდის სახელმწიფოებაზე. შესაძლებელია მოხდეს ჩვენი რეორგანიზაცია. რატო გადაიდო 2027-ისთვის? გვინდა რომ მატება გქონდეს დაფინანსებაში. როგორი დაფინანსების სისტემა იქნება? სხვა ვალდებულებები ექნება კლუბებს. სახელმწიფოს მხრიდან რომ ახალისება მოხდეს ბიზნესის, აღნიშნული მოდელი ერთმა კლუბმა ქვეყნისთვის საზიანოდ გამოიყენა. ფინანსების გამო რაღაცა კარგავთ ამ ახალგაზრდებს. მე ამას ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ მენეჯმენტის მხრიდან ამდენად სწორად ხდება თანხების გახარჯვა. თუ ბევრი ფული ექნება, ფული მარტო შედეგს ვერ მოიტანს. არ გვინდა რომ ჩვენი ფული იხარჯებოდეს ამ წარუმატებელ ფეხბურთში. არწმუნებული ვარ, კრიტიკა კიდევ უფრო იქნება ამის შემდეგ. მზად ვართ კრიტიკისთვის. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. შეგახსენებთ რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და დღეს ჩემი სტუმარია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი კალანდაძე. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ნიკა მოწვევისთვის. ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები და ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთზე. მეც ვეცდები რომ მაქსიმალურად ყველა ის შეკითხვა დავსვა, რაც ასე ვთქვათ, ქართულ გულშემატკივარს აქვს. პირველ რიგში ალბათ რაც ყველაზე აქტუალური კითხვაა ქართულ გულშემატკივარში, თუმცა სამ კითხვას დავსვა, აღნიშნავ რომ 2016 წელს 10 წლის წინ შეიქმნა ეს ფონდი და მეტნაკლებად დღის მდგომარეობით პრეზიდენტები იქნებიან, კლუბის ხელმძღვანელები, გულშემატკივარი მეტნაკლებად ყველა თანხდება იმაზე, რომ თავის დროზე ფონდის შექმნა კარგი იყო, ბევრი კლუბი გადაარჩინა, მათ შორის არის ერთ-ერთი ის, რომ დღეს კლუბების უმრავლესობა არის, ასე ვთქვათ, კერძო და თავის დროზე საქმიანობას ყველა, ასე ვთქვათ, დადებითად აფასებს. მეტნაკლებად ყველაზე არ ვიტყვი მაინც რომ რაღაცა იმემ არ მიწყინოს. თუმცა ამავდროულად ყველა აღნიშნავს გულშემატკივარი, რომ ამ პერიოდში, ამ 10 წლის ასე ვთქვათ, განმავლობაში დაახლოებით თუ არ ვცდები 450 მილიონი დაიხარჯა ფონდის მიერ ქართული კლუბების განვითარებისთვის. და ყველას უჩნდება ერთი მარტივი შეკითხვა, რომ აი რა გაკეთდა 450 ასე ვთქვათ, მილიონით რაში დაიხარჯა, როგორ განვითარდა ქართული საკლუბო ფეხბურთი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა და თუ შეგიძლიათ რომ ამ კითხვით დავიწყოთ და უპასუხოთ ხალხს. ნამდვილად უკვე 10 წელია ჩამოყალიბებულია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ქართული ფეხბურთის ჩამოყალიბების პირველი მიზანი ის იყო, რომ კლუბები მანამდეც ფინანსდებოდა მუნიციპალიტეტის მიერ და მილიონებით ლარი იხარჯებოდა თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ. აქედან გამომდინარე, კლუბებს ჰქონდათ არათანაბარი დაფინანსება, სახელმწიფო მიიღო ზომა, რომ ყოფილიყო ყველა თანაბარ სიტუაციაში თითოეული ლიგის კლუბი, რათა კერძო ინვესტორს ჰქონოდა უფრო მეტი შესაძლებლობა შემოსულიყო ფეხბურთში და დაეფინანსებინა თავისი ფინანსებით ყოლოდა გუნდი, რაზეც მივიღეთ ამ 10 წლის მანძილზე შედეგი ის, რომ 2016 წლის დასაწყისისთვის, როცა ჩვენ შევიქმნით, ორ ლიგაში 20 გუნდი რო იყო მონაწილე, 9 კლუბი იყო მხოლოდ კერძო და 11 სახელმწიფო, ხოლო დღესდღეობით ამ ორ ლიგაში მონაწილე 20 კლუბიდან 18 არის კერძო, 2 სახელმწიფო. იმ ორი სახელმწიფოდან ერთი არის ბოლნისის სიონი, რომელსაც სოლიდური სპონსორი ყავს წლების მანძილზე, ხოლო მეორე არის წელს პირველად აღზევებული გორის გორი, რომელსაც ყავს პატარ-პატარა სპონსორები და მათ ეს შედეგი მიაღწიეს თავიანთი ახალგაზრდების ბავშვების, თავიანთი აკადემიის ბავშვების ხარჯზე. რაც შეეხება დაფინანსებას წლების მანძილზე, რო ვამბობთ დაახლოებით, კი ბატონო, 350-400 მილიონი ლარი დაიხარჯა
მთლიანად ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ აქედან კლუბებმა მიიღეს სტაბილურობა წინა წლებში ზუსტად მუნიციპალიტეტის დაფინანსების დროს დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხა იხარჯებოდა ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ლარი იყო ეს საკლუბო ფეხბურთზე, ოღონდ სტაბილურობა კლუბებს არ ჰქონდათ. ეს იყო არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტის ხარჯზე და არასწორი მოლოდინის ხარჯზე. ანუ კლუბის ხელმძღვანელები სახელმწიფო თანხას, მიღებულ თანხას გეგმავდნენ არასწორად, წლის ბოლოს ან შუაში დეფიციტური კლუბები ჩნდებოდნენ და ანებებდნენ მომავალი სეზონისთვის უკვე ვალების გამო ჩემპიონატს თავს. ამ 10 წლის მანძილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ 4-5 კლუბი გაკოტრდა, ან დაანება სხვადასხვა სანქციების გამო თუნდაც ჩემპიონატს თავი, რაც ერთ-ერთი ჩვენი მიღწევა, რასაც ქვია სტაბილურობა. გუნდის ხელმძღვანელებს, მენეჯერებს, მფლობელებს სულ თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ 4-5 წლიანი მინიმუმ გეგმა, სადაც მათ იციან თუ სახელმწიფოდან რა დაფინანსება ექნებათ, როგორ ექნებათ და რა თანადგომა გვაქვს ჩვენ მათ მიმართ. კი, გასაგებია, რასაც ამბობთ და მეც აღნიშნე, უბრალოდ აი გულშემატკივარი ხო ხდებით, უყურებს შედეგებს და აინტერესებს შედეგები. კარგია თქმა უნდა ეს კერძო რო გახდა კლუბები ასე შემდეგ, მაგრამ მარტივად აფასებს ხო გულშემატკივარი დაიხარჯა 400 მილიონი და ჩვენი ფეხბურთი მაინც არ განვითარდა. აი სხვა რამე არის გარდა ამ სტაბილურობისა, იმიტომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი იმასაც აღნიშნავს, რომ აი საერთოდ არ მაინტერესებს, პირობითად ვამბობ, კლუბი იქნება სტაბილურად არ იქნება. ზოგი იმასაც ამბობს, რომ გაზარმაცდა ბევრი კლუბის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ იცის, რომ წააგებს, არ წააგებს, მეხუთე ადგილზე გავა თუ მესამე ადგილზე გავა, იცის, რომ წლის ბოლოს მაინც ექნება რაღაცა კონკრეტული ლიგის მიხედვით, რაღაცა გამოყოფილი თანხა რაც არის. გეტყვით ძალიან კარგი შეკითხვა არის. შედეგი მოდის წლების შემდეგ. 2016 წელს ჩვენ რო დავიწყეთ ფუნქციონირება, ბავშვთა ფეხბურთი, რაც საძირკველი არის დიდი ფეხბურთის შემდეგ შედეგისა, ბავშვთა ფეხბურთში სულ ჩართული იყო 10,000-მდე ბავშვი. დღეს მდგომარეობით უკვე 30-35,000 ბავშვი არის ფეხბურთში ჩართული. ეს არის მიზეზი ერთ-ერთი იმისა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ საკლუბო ფეხბურთს და ხელმძღვანელებმა დაინახეს ის, რომ თუ ბავშვთა ფეხბურთს არ მიხედეს და პარალელურ რეჟიმში არ ეყოლათ აკადემიები და შესაბამისი საბავშვო სკოლები, შედეგს ვერ მიიღებენ. აგრეთვე აქ არის ფინანსები. ფინანსები ჩვენს მიერ გაღებული თანხა, სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა, საერთო ჯამში ისეთი დიდი არ არის, რომ შედეგი მოიტანოს და პირობითად ნებისმიერი ევროთასის ჯგუფში მოხვდეთ. ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსი კლუბის ხელმძღვანელების მიერ. მარტივად გეტყვით, კლუბის ხელმძღვანელები ჩვენ თანხაზე არ არიან დამოკიდებული მხოლოდ და ისინი ძალიან სოლიდურ თანხას დებენ ფეხბურთში. 2 წლის წინანდელი კვლევა მაქვს გაკეთებული 2024 წელს 37 მილიონს რო უხარჯავდით ფეხბურთში ფონდი სახელმწიფო ამის გარდა კერძო მფლობელები 54-55 მილიონს ამატებდნენ შესაბამისად ფეხბურთში არ იხარჯებოდა მხოლოდ სახელმწიფო თანხა, იხარჯებოდა კერძო თანხა. ეს არის ისედაც ცოტა, ბევრად მეტი უნდა მოვიზიდოთ, ბევრად მეტი ინტერესი უნდა გქონდეს კერძო სტრუქტურას, რომ ფეხბურთში ფული ჩადოს, რომ შედეგი მივიღოთ. და ეს შედეგი უკვე საფეხურის მიხედვით ნელ-ნელა მივიღებთ იმას, რომ შევალთ ჯგუფში, გვეყოლება უკეთესი ფეხბურთელები და ასე შემდეგ. ერთი წეგან გამორჩა კიდე ამასაც ვიტყვი და რას უპასუხებდით თუნდაც ამ გულშემატკივარს, როდესაც ფონდს აკრიტიკებენ და ჩემზე კარგად გეცოდინებათ, რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ხშირად კრიტიკა არის ფონდის მიმართ. ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ასახელებენ, აი რატომ არ უნდა არსებობდეს ან არ უნდა აფინანსებდეს ქართულ კლუბებს, ერთ-ერთი მიზეზად ასახელებენ იმას, რომ 2016 წელს, როდესაც შეიქმნა ფონდი, საკლუბო რეიტინგში საქართველოს იყო 36 ადგილზე. ახლა არის 52-ე. ანუ
წესი და რიგით რომ პირიქით უნდა ყოფილიყო, უსვლა გვაქვს ხო? ანუ შეიქმნა ასე ვთქვათ ფონდი, დაიხარჯა თანხები და წინ რომ წავსულიყავით პირიქით წამოვედით ბოლოში ვართ და იმის მარტივი მაგალითია წლების მერე ვიღებთ შედეგს, ანუ ხო და აი თქვენ რას თქვით, წლების მერე შედეგი არის ის რომ უკან წამოვედით, ანუ უკან წამოვედით ზუსტად 2000 მარტივად რო ვთქვა 2016 წელს 10000 ბავშვი დადიოდა ფეხბურთზე, ძირითადი ქართულ სპორტში ბუმი იყო რაგბზე, თქვენს კარგად მოგეხსენებათ წინა შედეგები შესაბამისად იმ პერიოდში ბავშვი ფეხბურთზე არ დაყავდათ. 2016-ში ფეხბურთზე ვინც დადიოდა ის 10000 ბავშვი, ხო, შედეგი მივიღეთ ის რომ ბევრად ნაკლები ბავში აღმოჩენა მოხდა. აი უყურეთ დაახლოებით 3-4 წლის წინ როცა მივიღეთ საქართველოს ნაკრებმა შედეგი, გავედით ევროპაზე 2 წლის წინ, დაიწყო ბუმი, კვარაცხელია ზურიკო და ასე შემდეგიდან გამომდინარე, კარგი ბიჭებიდან გამომდინარე, დაიწყო საქართველოში ბუმი და ყველა ფეხბურთზე დადის. ამ შედეგს ჩვენ მივიღებთ და იმ 36-ე ვიქნებით, მე-40-ე თუ 30-ე, დაახლოებით 10 წელიწადში. იმიტომ რომ 8 წლის ბავშვი, 7 წლის ბავშვი ყველა უკვე ფეხბურთზე დადის რა და პლუს ამისა, თუ არ ექნება მხარდაჭერა კერძო სექტორიდან და ამ ბავშვებს არ შევინარჩუნებთ უკვე კლუბები, ყველა ძლიერი ფეხბურთელი წავა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხელფასის გამო და თუ ძალიან ნიჭიერია, რა თქმა უნდა, იმ ტოპ 5-ში, ტოპ 7-ში და ასე შემდეგ კარგ გუნდებში. ანუ აქ არის სტაბილურობა საჭირო, თუნდაც კერძო ინვესტორის მიერ, რომ მათ კონდეთ ბევრად მეტი ხელფასის გადახდის საშუალება, ჩამოიყვანონ ბევრად უკეთესი ლეგიონერები და ამით აიწევა კლასი. თუ არა, სახელმწიფოს მიერ გადახდილი თითოეულ კლუბზე პირობითად 1.5 მილიონი ლარით ვერანაირად ვერ შევინახავთ და დიდ შედეგს ვერასოდეს ვერ დავდებთ ამ თანხით ფეხბურთში. აი კერძო ინვესტიციებზეც ვექნება კითხვა, თუმცა მანამდე ბავშვთა ფეხბურთი ახსენეთ და თუ არ მეშლება, ეხლა თქვენს ახსენეთ ანუ პირველ ლიგაში 1.200.000 არის მაქსიმუმი რა, ნუ თავი ბონუსებით 1.5 მილიონი, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება ერთმა კლუბმა აიღოს, მეორე ლიგაში 1 მილიონი. ამას აგიხსნით, თუ გინდა დეტალურად ციფრებს და იმის მერე დამისვით კითხვა, რომ მაყურებელმა იცოდეს რა იხარჯება და როგორ პროფესიონალურ ფეხბურთში. ლიგა 1, ეროვნული ლიგა 1-ში არის 10 კლუბი, როგორც მოგეხსენებათ, 3 ტიპის დაფინანსება გვაქვს, საბაზისო დაფინანსება, რაც გულისხმობს, რომ ყოველთვიურად რაღაც X თანხას ვაძლევთ კლუბებს, გვაქვს საპრემიო თანხები, თითოეული მოგებული ან ფრის შემთხვევაში კლუბებს ვაძლევთ თანხას და გვაქვს სტიმულირების სკალათა. ეს ნიშნავს, რომ კლუბის მეპატრონემ უნდა მოიზიდოს თანხა, წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოსავლის და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ამის შემდეგ ჩვენ ვაძლევთ შესაბამის თანხას. ეროვნულ ლიგა 1-ში საბაზისო დაფინანსება არის 600.000 ლარი, სტიმულირების ზედაჭერი არის 600.000 ლარი, ანუ 600.000 უნდა დახარჯოს კლუბის მეპატრონემ, რომ 600 მიიღოს დამატებით და თითოეული მოგებული თამაშისთვის არის 20.000 ლარი, ფრისთვის 6.500. გარდა ამისა, სახელმწიფო ეხმარება დაზღვევის კუთხით, თანხას აძლევს კლუბებს, რომ ჯამთელობის დაზღვევა კონდეს ფეხბურთელებს და პლუს ამისა უკვე არის ხელშეწყობა საპრიზო ადგილზე გასული გუნდებისთვის, დაახლოებით ჩემპიონს 9.5 მილიონი ლარს ვაძლევთ და აგრეთვე ღმერთმაქნას და UEFA-ს ნებისმიერ ჯგუფში რო გავიდეთ 1 მილიონი ლარით დავეხმარებით კლუბებს. აქედან გამომდინარე, საშუალო დონის გუნდი იღებს 1.5 მილიონი უმაღლესი ლიგისთვის, ეროვნული ლიგა 1-ისთვის. რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, აქაც იგივე 3 პროგრამა გვაქვს, როგორც საბაზისო დაფინანსებისთვის ვაძლევთ 400.000 ლარს, პრემიაზე მოგებულ თამაშზე 10.000 და ფრეზე 3.300 ლარი, ხოლო სტიმულირებისთვის განკუთვნილია 400.000 ლარი. ანუ ლიგა 2-ის ის 10 გუნდი, რომელიც მონაწილეობს, დაახლოებით სახელმწიფოსგან იღებს 1 მილიონი ლარის თანხას. ქვედა ლიგებშიც გვაქვს სტიმულირების სკალათა, რა თქმა უნდა, ოღონდ 16 გუნდიანი არის მე-3-მე-4 ლიგა, როგორც მოგეხსენებათ, ოღონდ ვაძლევთ უკვე ადგილის მიხედვით. თუ ათეულში გავიდა, ამ შემთხვევაში და დახარჯა კლუბის მეპატრონემ თანხა, ვაძლევთ მე-3 ლიგაში 100.000 ლარს სტიმულირებისთვის, მე-4 ლიგაში 50.000 ლარს. ხოლო საბაზისო დაფინანსებისთვის, რაც გარანტირებული დაფინანსება, მე-3 ლიგის გუნდებს ვაძლევთ 200.000 ლარს ჯამში, ხოლო მე-4 ლიგის გუნდებს 120.000
ლარს. რაც მერწმუნეთ რომ ძალიან პატარა თანხა თვეზე გადანაწილებით რო გადავიტანოთ 200,000-ის მე-12 16,500 ლარია. და ბოლო უკვე რეგიონალური ლიგა, რომელიც ღია ლიგაა და ადგილის წინა სეზონში მიღებული ადგილის მიხედვით ფინანსდება და ვაფინანსებთ 28 კლუბს, თითოეული კლუბი იღებს 50,000 ლარს. სულ ეს არის ესე ვთქვათ დიდი ფეხბურთისტვის განკუთვნილი კალათა. ეს ჯამში არის წლიურად დაახლოებით 38 ეს არის ჯამში 35 მილიონამდე. კი ბატონო. კარგია რომ აუხსენეთ მაყურებელსაც ვინც მე უბრალოდ მოსმენელი მაქვს ბევრჯერ და მე ვიცოდი. ერთ-ერთი რაც არის კიდევ ამ კრიტიკის საგანი გულშემატკივრის მხრიდან, ესე იგი ამ თქვენ გაცემული თანხიდან 60%-მდე თუ არ ვცდები მიდის ხელფასებში. გიხსნით ამასაც. კი ბატონო, ამიხსენეთ კითხვა დამისვით. არა, ხო არ ვცდები, ხო ასეა, ხელფასებში მიდის ძირითადად. ჩვენ გვაქვს შეზღუდვა. მოკლედ პირველი წელი ეს იყო ჩვენი კვლევის წელი, ფონდი რო შეიქმნა და მივიღეთ დასკვნა იმისა, რომ თუ რაღაც ჩარჩოში არ ჩავსვით კლუბები, სახელმწიფომ ყველა თანხა წავა კლუბების ფეხბურთელების ხელფასებში, ადმინისტრაციის და მწვრთნელთა სტაფის ხელფასებში. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბაისო დაფინანსებიდან მხოლოდ 60%-ზე კონდეს სახელფასო ფონდი კლუბებს. დანარჩენი აუცილებლად საჭირო არის იქ მათი განვითარებისთვის, თუნდაც ფორმის შესყიდვა, თუნდაც სეზონის წინა მომზადება, ტრანსპორტირებისთვის ხარჯი, ჯანმრთელობისთვის ხარჯი, მატჩის ორგანიზებისთვის ხარჯი და ბევრი ხარჯია, რაც ფეხბურთს სჭირდება. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შეზღუდვა გაუკეთეთ კლუბებს, ოღონდ ეს არის მხოლოდ საბაზისო დაფინანსებაზე. სტიმულირებაზე და საპრემიო ფონდზე თავისუფალი ხარჯვის უფლება აქვს კლუბს, ოღონდ ისინი აუცილებლად გვითანხმებენ თუ რაში დახარჯავენ თანხას, რომ შემდეგ უკვე ხარჯვის მერე არ იყოს რამე პრობლემა, რომ კლუბმა არამიზნობრივად დახარჯა თანხა, არასწორად დახარჯა თავიანთი განვითარებისთვის და ასე შემდეგ, ან რაღაც ესე ზუსტად ის საოპერაციო ხარჯებისთვის თანხა აღარ დარჩათ რა. ან სწორად გავიგე და 1,200,000-დან 60%. არა, 600,000-დან, საბაზისოს 600,000-დან 60%. 60%. მეორე 600 სტიმულირების 600,000 არის თავისუფალი კლუბის ხელმძღვანელის მიერ დასახარჯად. თანხა, ოღონდ ჩვენ მაინც ვაკონტროლებთ თუ რაში საჭიროება მხოლოდ 600,000 60%-ის დახარჯვა შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ხელფასებში. ხო, ეს მე პირადად არ ვიცოდი, არ ვიცი მაყურებელმა იცოდა თუ არა, და კარგი დეტალია, იმიტომ რომ მე პირადად მეგონა რომ 1,200,000-დან იყო 60% ხელფასებში და დანარჩენი რაც თქვენ თქვით დამატები ის თანხა. საინტერესო დეტალია. ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მაყურებელს აქვს გულშემატკივარს ესეთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მით უფრო რომ იყო რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ რამდენიმე კლუბში ფეხბურთელები მაინც ვერ იღებდნენ ამ ასე ვთქვათ იყო და ხელფასების დაგვიანება და დღესაც ეხლა ნებისმიერ გულშემატკივარს რომ გითხოთ და მეც მე კითხვები გვაქვს ჩვენ და ამას კითხვებსაც წავიკითხავ, მაგრამ აი სტადიონზე რომ დავდივარ და რაღაცა რომ ვესაუბრები ამ ადამიანებს, ყველა ამბობს რომ უკეთესი იქნებოდა რომ ეს ფული დაიხარჯოს მხოლოდ ბავშვთა ანუ კლუბს მისცე პირობითად ვამბობ, არის 1,200,000 იქნებოდ 1,500,000 და უთხრა რომ აი დახარჯი მხოლოდ აკადემიისთვის. იმიტომ რომ აი სხვა ქვეყნების მაგალითების რო ავიღოთ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ, მსგავსი ფონდებსაც არსებობს, იხარჯება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე. აი ხა თქვენ რაც თქვით, რომ 40,000-მდე გაიზარდა, ხო? აი ამ ბავშვების კი ბატონო, ზე იხარჯება ფრთხილად თანხა. ეს არის დიდი ფეხბურთისტვის განკუთვნილი თანხა. ჩვენ გვაქვს ბავშვთა ფეხბურთისტვის განკუთვნილი თანხა და გარდა ამისა, სახელმწიფო მუნიციპალიტეტები ისევ აფინანსებენ ბავშვთა ფეხბურთს და ასევე არსებობს კერძო თბილისში განსაკუთრებით ქუთაისში და დიდ ქალაქებში ფასიანი სექტორები, ესე ვთქვათ, ფასიანი აკადემიების, სკოლები და ასე შემდეგ, რაც თავიანთი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი კლუბებისთვის. ჩვენ ბავშვთა ფეხბურთისტვის ხარჯავთ, ოღონდ ხარჯავთ ტექნიკურ დახმარებას უწევთ. როგორც ფინანსურს და ამ ფინანსურ ტექნიკურ დახმარებას ნიშნავს, რომ თანხას მივცემ და აუცილებლად ის უნდა გამოიყენოს მათი განვითარებისთვის და არა ხელფასებისთვის და პლუს ამისა შაშან უკვე პირველი პროექტი გქონდა, დაახლოებით 1 მილიონი ლარის სპორტული ინვენტარი შეუძინეთ, მათ შორის ბურთები,
და თითოეულ ბავშვს პლუს ამისა გადავეცით წვივსაფარი ფონდის ლოგოთი დაბრენდილი, რათა ბავშვს თითოეულ ბავშვს გაეგო ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი მათზეც ზრუნავს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხალხის მოთხოვნას, რომ ჩვენ მოვთხოვოთ კლუბებს მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთისთვის მოხდეს თანხის დაფინანსება, ამას ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტები დღესაც კი აფინანსებენ ბავშვთა ფეხბურთს და ბევრი პროექტი არის ბავშვთა ფეხბურთის დაფინანსებისთვის, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო მხრიდან და ჩვენ უბრალოდ გითხარით, რომ ტექნიკური დახმარების სახით ვეხმარებით, რომ იქ რაღაც ფადე, რაღაცა ესეთი რაღაცები. აი, დარწმუნებულად მაყურებელს გაუჩნდება შეკითხვა, რატო არის შეუძლებელი, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდმა რესურსი მაქსიმუმი ჩადოს მარტო ბავშვთა ფეხბურთში. ისევ გეუბნებით მუნიციპალიტეტები დებენ ამ თანხას. გასაგებია, აი დამატებით თქვენ რომ რატო ვამბობ, ძალიან მარტივად აი დღემდე მე პირადადაც ძალიან ბევრი მწერს, რომ ანუ ერთ-ერთ გამოსავლად ზოგადად ყოველას მიაშნია ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და აბსოლუტურად რეგიონებიდან განსაკუთრებით წერს ხალხი, რომ ვერ დამყავს ფეხბურთზე, იმიტომ რომ რაღაცა გადასახადი არის გაზრდილია 200 ლარი, პირობითად ვამბობ, შეიძლება ვიღაცისთვის ბევრია, მაგრამ ვიღაცისთვის ცოტაა, მაგრამ ვიღაცისთვის პროსტად ბევრი და ვერ ახერხებენ, ასე ვთქვათ, ეკიპირების შეძენას, რაღაცა ბუცი იქნება, შიპოვკა იქნება თუ რეგიონებში ძირითადად ბავშვთა ფეხბურთი არის უფასო. მოდი, აქედან დავიწყოთ. ხო, მე გარდა დიდი ქალაქებისა, ძირითადად უფასო არის, ანუ ხელმისაწვდომია, ესე ვთქვათ, შეიძლება მიზერული თანხა არის 20-30 ლარი გადასახდელი და შესაბამისად, ამიტომ აქ მუნიციპალიტეტებს და მათ სპორტულ სკოლებს აღნიშნული პროექტების განხორციელების საშუალება. რაც შეეხება თბილისს და დიდ ქალაქებს, იქ კერძო არის ყველა სკოლა და შესაბამისად ვინც მეპატრონე სკოლის ხელმძღვანელი, ვინც უფრო კარგ პროექტს გააკეთებს, კარგად შეფუთავს, კარგად ასწავლის, კარგ მცდელს მოიყვანს, განათლებას კარგს მისცემს და კარგ მეთოდოლოგიას გაუკეთებს ბავშვებს, იქ ვიყავთ ბავშვები რა. ხლა ფედერაციას აქვს სკოლების კატეგორიზაცია აგრეთვე, როგორც მოგახსენეთ, ჩვენც ვეხმარებით ფინანსურად და ამის მიხედვით უკვე რაღაც მიზერულ თანხებით ვეხმარებით. თუ არა ის რომ დიდ ფეხბურთში, ბავშვთა ფეხბურთიდან გამომდინარე თანხები გაიხარჯოს, ესე არ აქვს. ერთი კითხვა მაქვს კიდევ, აი, როდესაც კლუბების, ასე ვთქვათ, დაფინანსებაზე არის საუბარი, აი რა შემთხვევაში შეიძლება ვერ მიიღოს კლუბმა, ასე ვთქვათ, ეს თანხა არ აქვს მნიშვნელობა რომელ ლიგაში. ესე იგი, ჩვენ გვაქვს მონიტორინგი ყოველთვიური ანგარიშგების კუთხით. კლუბი თანხას ვერ მიიღებს, თუ ჩვენ მივეცით რაღაც გარკვეული თანხა და იმ თანხაზე შესაბამისი ფინანსური ანგარიში არ წარმოგვიდგინა. ჩვენი თანამშრომლები ყოველთვიურად ამოწმებენ ამ ანგარიშის სისწორეს, ხარჯვის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხები, ჩვენს მიერ მიცემული თანხები მიზნობრივად აქვს გახარჯული კლუბებს, ამ შემთხვევაში შემდეგ ტრანშს იღებს კლუბი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უჩერებთ დაფინანსებას პრობლემის აღმოფხრამდე და აღმოფხრის შემდეგ ისევ აღდგენას უკეთებთ კლუბებს დაფინანსებას. ასე რომ ჩვენთან ხდება სისტემატური მონიტორინგი და არც ერთ კლუბს არ აქვს უფლება და არ ვაძლევთ უფლებას თუ არასწორად დახარჯა თანხა, მივცეთ შემდეგი ტრანში. აი, თუ გქონიათ პრაქტიკაში რომ შეგიჩერებიათ კლუბისთვის, ასე ვთქვათ. კი, ეხლაც აგვაქვს ერთ-ერთი კლუბი, არ მინდა დავასახელო, ერთ-ერთი კლუბი თან ჯერ არ მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, იმიტომ რომ შარშანდელი ანგარიში არ აქვს სრულად ჩახურული. გასაგები. აქვე მინდა გკითხოთ, რადგან კონტრაქტებზე და დარღვევებზე საუბრობთ, ახლა გამოქვეყნდა ანგარიში ფონდის საქმიანობის 2022-23 წლების თუ არ ვცდები და 22-23 და იქ იყო საუბარი დარღვევებზე, რომელიც იყო 6 კლუბმა არ შეასრულა. ასე ვთქვათ, ნაკისრი ვალდებულება და ასევე იყო ვარის სისტემასთან დაკავშირებით ზედმეტობა თანხის. აი ამაზე რა შეგიძლიათ რა მოკლედ აღნიშნულ დარღვევებს ფონდი დაეთანხმა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სწორი მიდგომა იყო ჩვენ იმ 6 კლუბმა, რომლებმაც ვერ შეასრულეს თავის ვალდებულება, დაფინანსებაში არ აყვავს და გვაქვს
ზემდგომ ორგანოებში უჩივლეთ, ესე ვთქვათ, არის სასამართლო წარმოება, ერთთან უკვე მოვრიგდით თუ სახელმწიფოს ბიუჯეტს როგორ აუნაზღაურებს თანხას და დანარჩენ ხუთთანაც იმედია მოვრიგდებით, რომ მათ დააბრუნონ არამიზნობრივად გახარჯული თანხები ბიუჯეტში. რაც შეეხება ვარის სისტემის ნაკლოვანებას, აქ მოხდა ტექნიკური უზუსტობა. ვარის სისტემაზე მარტივად რო ვთქვათ, უნდა გადაგვეხადა 2800 ლარი და წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე 4450 ლარს ვუხდიდით ერთი წლის მანძილზე ვარის სისტემის მომსახურე ორგანიზაციას, რაზეც მექანიკური უზუსტობა იყო და აღნიშნული უკვე 2025 წელს გასწორდა, თანხა დაბრუნებულია ბიუჯეტში და შესაბამისად უკვე არანაირი ის აღარ აქვს ნაკლოვანება ამ აუდიტის დასვენას, ესე ვთქვათ. გასაგები. აქვე დავრჩები, უბრალოდ ვიკითხავ, ყველაზე მეტად საფუძველი რომ ამ თემაზე კითხვა დავსვა, არ ვიცი თქვენ ამდენად შეძლებთ პასუხის გაცემას, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, ჩართული ხართ ამ პროცესებში და შესაძლოა გქონდეთ რაიმე ინფორმაცია. ყველაზე ხშირად აქტიურად ბევრ საკითხზე მწერს ახლა გულშემატკივარი, რაზეც უნდა ვისაუბრო, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი არის, რაზეც წერენ, რომ საყვედურო მე რატომაც არ საუბრობ, ეს არის გარიგებული თამაშები. და მე ყველას უხსნი, რომ ამ საკითხზე საუბარი ესე უბრალოდ რომ გულშემატკივარი მწერს, ცოტა რთულია, რაღაცა ფაქტი უნდა მქონდეს, ან ფეხბურთელისგან უნდა ვიცოდე ფაქტი, ან ასე შემდეგ. ამ 6 კლუბიდან ეხლა რაც ვისაუბრეთ, ერთ-ერთი იყო სწორედ გარიგებული თამაშის გამო მოხდა ამ კლუბთან რაღაცა კონტრაქტის გაწყვეტაც და შემდეგ ლიგიდან მოხსნას. ზოგადად რამდენად რატომ წერს ბევრი ადამიანი გარიგებულ თამაშებს, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ რამე ინფორმაცია რო გქონდეს ზემდგომ ორგანოებს ვეთქვით და თხოვნა მაქვს გულშემატკივარსაც თუ რამე ინფორმაცია აქვს თუნდაც ჩვენთან მოვიდეს ამ ფედერაციაში მივიდეს და აღნიშნული შესახებ განაცხადოს, რომ შემდეგ დაიწყოს მოკვლევა. Სუსტად იმ 6 კლუბიდან ერთ-ერთი იყო ესეთი, ორი იყო უпростоრად ერთი იყო ბოდიში ესეთი კლუბი, კი, ერთი იყო მე მახსოვს შევარდენი, რომელიც შუა სეზონში UEFA-ს მიერ მოვიდა რეპორტი ფეხბურთის ფედერაციაში და მათ აცნობეს, რომ წინა წლებში აღნიშნული კლუბი იყო გარიგებულ თამაშებში ჩართული და შესაბამისად ფედერაციამ გვაცნობა ჩვენ აღნიშნული კლუბის თაობაზე და ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ავამოქმედეთ, სადაც პირდაპირ გვიწერია, თუ მოიხსნა კლუბი გარიგებული თამაშების გამო ჩემპიონატიდან, ფონდი ავტომატურად უჩერებს დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევუჩერეთ დაფინანსება და ამის შემდეგ კლუბი აღარ გამოსულა ჩვენთან კავშირზე, რომ ის ბოლო თვის გადარიცხვის საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარმოედგინა და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ ზემდგომ ორგანოებს მივმართეთ აღნიშნული თანხის ამოღების თაობაზე. ჩვენ ვემხრობით და თუ რაღაცა ის არის ნებისმიერ გარიგებულ თამაშზე, ან ჩვენ გვაცნობონ უпростоრად ზემდგომს აცნობონ და რავი. ხო, მეც უბრალოდ ხალხი საუბრობს, ოღონდ არ უნდათ ბოლომდე გახსნა. შეიძლება თვითონ რაღაცა იციან, ოღონდ ახლა ჩვენ რო ვიცოდეთ, ჩვენ მივხედავთ ყველანაირად. ხო, აი რაღაცა მტკიცებულება ან მონაწილე პირი მაინც უნდა. ხო, თავისთავად თუ არა, ახლა ქუჩაში გამვლელი გულშემატკივარი, ამან თამაში გაყიდა, ამან იყიდა, ესეთი რავი ახლა. ენას ძვალი არა აქვსო. კი ბატონო. ერთსაც კითხავთ 2025 წელს თუ სწორად მახსოვს, თქვენ გქონდათ განცხადება, რომ 2026 წლიდან შემუშავდებოდა 5 წლიანი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტი. შემდეგ 2026 წელს ეხლა არის 42 მილიონი გამოიყო და ეხლა მედის საუბარი იმაზე, რომ 2027 წლიდან, ასე ვთქვათ, შემუშავდება ეს 5 წლიანი პროექტი. აქვე ვიტყვი, რომ ასევე წავიკითხე თუ სწორი ინფორმაცია მინისტრის განცხადება, სადაც საუბარია ფონდის სახელისწვლებაზე. აი ამ სამომავლო გეგმებზე და თუ არ ვსები უნდა ერქვას ქართული სპორტის მასობრივი განვითარების ფონდი. თუ რაღაცას გავს. კი ბატონო, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ბოდიში რო გაწყვეტინებთ, აი რაც თქვი თავიდან, ანუ რადგან იყო დაანონსებული 2020 რატო გადაიდო 2027-ისთვის. მოდი დავიწყოთ იმით, რომ დაანონსებული იყო შარშან, გვინდოდა შარშან, რომ გაკეთებულიყო მინიმუმ 5 წლიანი პროექტი, ოღონდ რა თქმა უნდა, იქ სხვადასხვა დიდი სამუშაო პროცესი არის და ვერ მოესწრო ფიზიკურად აღნიშნულის განხორციელება. ამჟამადაც მიმდინარეობს ახალ პროექტზე მუშაობა და იმედი მაქვს უკვე 2027 წლიდან განხორციელდება აღნიშნული ახალი პროექტი.
გვინდა რომ მატება გქონდეს დაფინანსებაში და სხვა ბევრად მეტი მასობრივი პროექტები დავაფინანსოთ რა. რაც შეეხება ნათქვამ ქართული სპორტის განვითარების ფონდის მიმდინარეობს ამჟამად აღნიშნულთან დაკავშირებითაც მუშაობა, შესაძლებელია უახლოეს პერიოდში მოხდეს ჩვენი რეორგანიზაცია და დაგვემატოს სხვა სპორტებიც, სხვა სათამაშო სპორტებიც. ხუთ სპორტზე არის საუბარი დამატებით რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი. ეს სათამაშო სახეობებია მოგეხსენებათ და დაახლოებით იგივე მოდელით გვინდა წავიდეთ. დროის ამბავია, იმედია მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი განხორციელდება და მე იმედი მაქვს, რომ ამ პროექტთან ერთად უკვე ფეხბურთშიც ის ახალი პროგრამა წამოეწევა და 2027-დან უკვე ახალ დიდხნიან მრავალწლიან პროექტზე დავიწყებთ მუშაობას. აი თქვენ ვთქვით ახლა თანხების გაზრდას იმედოვნებთ ყოველ შემთხვევაში რომ მოხდება ეს თანხები თუ გაიზრდება ეს გაზრდილი თანხა წავა იმ 5 სახეობაზე თუ საკლუბო ფეხბურთზე მოხდება გაზრდა. არა, მთლიანად გაზრდა თუ მოხდება საჭიროების მიხედვით თითოეულ კომპონენტზე ეს სხვა სპორტი ჯერ ჩვენ შემთხვევაში 0 გვაქვს და ისევ მუნიციპალიტეტები აფინანსებენ ამჟამად და მე მაქვს ფეხბურთზე საუბარი, ოღონდ სავარაუდოდ უფრო სხვანაირი პროექტი იქნება, სხვა მოთხოვნები გვექნება და სხვა ვალდებულებები ექნება კლუბებს პროექტის დაფინანსების შემთხვევაში. ხო, აი ამაზე უნდა მეკითხა დაფინანსების წესის ცვლილებაზე, იმიტომ რომ ამ პოდკასტშიც ბევრ ხელმძღვანელს უსაუბრია, რომ შესაძლებელია ეს მიდგომა ფონდის დაფინანსების წესის და ბევრი ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთი, როგორც ვიცი, არის აი ადგილის მიხედვით დაფინანსების მიცემა. თუმცა ამასაც ყავს მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ პირველ ადგილზე დავუშვათ რომელიმე კლუბი, რომელსაც უკვე აქვს მაღალი შემოსავალი და დიდი ალბათობა ხო სხვა კლუბებთან შედარებით დავუშვათ მე-10 ადგილზე მყოფ კლუბთან შედარებით რომ ისე პირველ ადგილზე გავიდეს ან მეორე ადგილზე და ის მიიღებს ისევ დამატებით თანხას და დავუშვათ მე-10 ადგილზე ან მე-6 ადგილზე გასული კლუბი აი დაახლოებით შეიძლება კონკრეტულად მიმდინარეობს ბრძოლობა და ვერ მითხრათ, მაგრამ მიახლოებით რა უნდა ილოდოს მაყურებელი ამ აი როგორი დაფინანსების სისტემა იქნება. ფინანსურად ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არ მაქვს უფლება რომ თქვა აღნიშნული შესახებ. რაც შეეხება მაყურებლის მიერ ნათქვამ იმას, რომ თანაბრად არის ამჟამად, თანაბრად მაინც არ გამოდის ლიგის მიხედვით, უმაღლესი ლიგის გუნდი მოგებიდან გამომდინარე ჩემპიონი ბევრად მეტ თანხას იღებს, ვიდრე აუთსაიდერი, რა თქმა უნდა, ანუ სხვაობა დაახლოებით ქულებიდან გამომდინარე თუ არის პირობითად ვიტყვით პირველსა და ბოლო ადგილოსან შორის 40 ქულა, ეს დაახლოებით 300,000 ლარი არის სხვაობა. პლუს ამისა ჩემპიონობის პრემია გვაქვს აქ 9 მილიონი. ანუ იმას ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ადგილსაც არ ვაქცევთ ყურადღებას. ადგილი არის მოგებული თამაში. რაც მეც მოიგებ, უფრო მაღლა ახვალ და უფრო მეტ თანხას მიიღებ რა. აი მსჯელობაში და მოლაპარაკებაში ახალი დაფინანსების სისტემის შექმნაში ვინ იღებს მონაწილეობას? სპორტის სამინისტრო და ფედერაცია, ფეხბურთის ფედერაცია. თვითონ კლუბის ხელმძღვანელები თუ კლუბის ხელმძღვანელები ფედერაციასთან ერთად, კი ბატონო, მათ ასრს ვითვალისწინებთ. ჩართულია პროცესში. იყო ჯგუფი შექმნილი და არის ჯგუფი შექმნილი კლუბების შაშან მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით, შეიქმნა ჯგუფი, როგორც მახსოვს კლუბების მხრიდან 5-კაციანი ჯგუფი არის, რომლებმაც წარმოადგენს თავიანთი პროექტი, იქ რაღაც ხარვეზები დავინახეთ, რაღაც კითხვები გქონდა და მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, კლუბები არიან მთავარი ბენეფიტები და შესაბამისად მათ ასრს ძალიან კარგად ვითვალისწინებთ. გასაგებია. სანამ სხვა კითხვებზე გადავალ, მე რო არ გულშემატკივარს არ წავართვა, ესე ვთქვათ, კითხვის დასმის შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს ესეთ რუბრიკა, სადაც ჩემს გამომწერებს ვეუბნები, ვინ იქნება ჩემი პოდკასტის სტუმარი და კითხვებს წერენ, რაც საინტერესებს თქვენთან და რამდენიმე შეკითხვას წავიკითხავ. ეცდები ესეთი კითხვები წავიკითხო, რასაც ასე ვთქვათ, არ გვისაუბრია. აი მაგალითად წავიკითხავ ამ თემას, არ ვიცი რამდენად შეძლებთ
ამდენად ახლოს არის თქვენთან, მაგრამ ირაკლი გიორგაძე გვეკითხება, ხომ არ იქნება უკეთესი ბიუჯეტიდან ფულის პირდაპირ მიცემის ნაცვლად შემუშავდეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დიდი კომპანიების მოგების გადასახადზე რამდენიმე პროცენტის შეღავათი მიეცემათ და ეს თანხმობა სპორტის, ამ შემთხვევაში კი საფეხბურთო კლუბის აყვანის შემთხვევაში მის დაფინანსებაზე არაერთ ქვეყანაში, თურქეთში, აზერბაიჯანში მსგავსი მოდელმა ძალიან კარგად იმუშავა. და კომპანიებსაც დამატებითი ინტერესი ექნებათ. აი თქვენ რო თქვით, ეხა კერძო ინვესტორებზე, აი რაღაცა ასე ვთქვათ, ინტერესი რო გაუშვით დამატებითი. აღნიშნული მოდელი დაახლოებით 20 წლის წინ იყო და ერთ-ერთმა კლუბმა ქვეყნისთვის საზიანოდ გამოიყენა. არ მინდა ამ კლუბის დასახელება, არ მინდა ამაზე პოლემიკა და შესაბამისად სახელმწიფოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ერთიანი საგადასახადო სისტემის შესახებ და ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და ის შეღავათი, რაც აქვს უკვე კლუბებს, ეს არის კლუბების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და არის ერთიანი დაფინანსება. ასე რომ ამ ეტაპისთვის აღნიშნული პროექტი არ განიხილება. ანუ სახელმწიფოს მხრიდან რომ რაიმე ასე ვთქვათ, წახალისება მოხდეს ბიზნესის, ამაზე ვერ განიხილება, მოგახსენეთ, იყო საუბარი, იმიტომ რომ არასწორი დაგეგმარება ქონდა 1-25 წლის წინ აღნიშნულ პროექტს. ხო, გასაგებია, თუმცა არ არის იმ გამოცდილების ფონზე რაიმე ბერკეტების შექმნა, რომ იგივე შეცდომ, ანუ გაკეთდეს ეს პროექტი, თუმცა იმ ცუდი გამოცდილების ფონზე რაღაცა ისე მოხდეს, ასე რომ სახელმწიფოს მიდგომა აქვს, რომ საგადასახადო კოდექსი არის ყველასთვის ერთნაირი. შესაბამისად, ამ შეღავათს ვერ განიხილავს ამ ეტაპისთვის. გასაგებია. აი, დათო მუმლაძე გვეკითხება, დაახლოებით ვისაუბრეთ, მაგრამ აი წავიკითხოთ, გუნდების და კერძო ბიზნესში ფულის ჩასხმას ბავშვთა გუნდების განძლიერება არ სჯობს, რომ ბავშვებს ფულისა და ეკიპირების ტვირთი მოუხსნათ და დაუფინანსოთ. ძალიან ბევრი ბავშვი მშობელი ვერ ახერხებს სპორტში სიარულს ფინანსების გამო. აი წეღანაზეც ვისაუბრეთ დაახლოებით, იმიტომ რომ მსგავსი კითხვაც ბევრი იყო თქვენთან მიმართებით, რომ მარტივად რო ვთქვათ, დაიხარჯოს ფული. ის ნიჭიერი ბავშვები უფასოდ დადიან ფეხბურთზე, არის შესაბამისი პროგრამები, პროექტები, თუნდაც თბილისში არის 2-3 ისეთი კლუბი, სადაც თუნდაც სოციალურად დაუცველი ბავშვი უფასოდ დადიოდეს და რაც შეეხება ახლა უკვე მაღალი მიღწევა თუ უნდა და კაი კლუბი უნდა, კერძო არის, რა თქმა უნდა და არ დავასახელებ, თბილისში 2-3 კლუბი არის, ფასი ისეთი არის, რომ შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს არ უნდოდეს გადახდა და გაუჭირდეს, ოღონდ მერწმუნეთ, რომ ბავშვისთვის და მომავალი თაობისთვის მშობელი ყველაფერს შვება, რომ კარგ კლუბში მოხდეს, კარგი განვითარება ქონდეს და ასე შემდეგ. რა გითხრათ ახლა ამაზე? კარგია ყველაფერი უფასო იყოს, ოღონდ ბავშვთა ფეხბურთი ცოტა ძნელია უფასო რო იყოს, იმიტომ რომ ფეხბურთი იმხელა ინდუსტრია არის და იმხელა ბიზნესი არის, რომ ის თუნდაც კლუბის ხელმძღვანელი ნიჭიერ ახალ გაზდა თაობას რო გაზდის, იქიდან მე ამონაგები აქვს წლების მერე გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ბევრად მეტია და ამაზე აკეთებს მიდგომას კლუბის ხელმძღვანელი. იგივე თუ ძალიან ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, მერწმუნეთ, რომ აკადემიებში უფასო არის სწავლა, პირიქით ზედ გადაყვებიან და ყვებიან კიდევაც ესეთ ნიჭიერ რომელ აკადემია მე არ მაქვს ინფორმაცია. თუნდაც თბილისის დინამოს აკადემიაში არის ასაკობრივი ჯგუფები, რომელი ბავშვებისთვისაც, ნიჭიერი ბავშვებისთვისაც უფასო არის სწავლა. მარტივად რო ვთქვათ რა. ხო, ეხა ბევრი აქვს ეს განცდა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ხვიჩაგვარაცხელია და ძალიან ბევრი ტალანტი იკარგება. წლების მანძილზე დაიკარგა და ეხლაც თუნდაც აი რეგიონებში, თუნდაც თბილისში, აი ფინანსების გამო რაღაცა კარგავთ ამ ახალგაზრდებს. ეს დამოკიდებულება აქვს ხალხს. მე ამას ვერ ვეთანხმები, იმიტომ რომ ამ სკოლებს, აკადემიებს იმდენი სკაუტი ყავს, იმდენი დამკვირვებელი ყავს, რომ თითეული რაიონის მიხედვით დადიან და ის ტურნირები, ბავშვთა ტურნირები რო იმართება, აკვირდებიან ბავშვებს და თუ ვინმე ნიჭიერი ბავშვი არის, მერწმუნეთ, რომ იმხელა კონკურენცია უკვე იმ კლუბების მხრიდან, რომ თუნდაც უფასოდ მოყავთ და ასე შემდეგ. ნიჭიერი ბავშვი და ეხლა ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილი ხვიჩაგვარაცხელია იყოს, რა თქმა უნდა და რა გითხრათ ახლა. არავის არ დაჩაგრავენ, იმიტომ რომ
იმხელა თანხები არის ფეხბურთში, რომ ის ერთი ბავშვის შენახვა არავის არ გაუჭირდება რა, თუ რაღაცას დაინახავს. ესეც ბავშვთა ფეხბურთზეა. ბოლო წლებში თბილისში რამდენიმე ახალი მოედანი აშენდა, თუმცა რეგიონებში ბევრ ბავშვს კვლავ არ აქვს ელემენტარული პირობები სავარჯიშოდ. კონკრეტულად რა სტრატეგია აქვს ფონდს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, რომ რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ბავშვებსაც თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ინფრასტრუქტურის პროექტები ეს 10 წელია ძალიან წინ წავიდა. ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა, ოღონდ ფონდი ინფრასტრუქტურის პროექტში არა ვართ ჩართული, მივესალმებით რა თქმა უნდა, ათობით დიდი სტადიონი გაკეთდა და პლუს პატარა სტადიონი და მასობრიობის კუთხით თუნდაც ყველა რეგიონში სამოყვარულო ჩემპიონატი იმართება, რომელსაც თუნდაც ჩვენ ვაფინანსებთ მასტერ ლიგის და დიდი სამოყვარულო ფეხბურთის ხარჯზე და მივესალმებით აღნიშნულ პროექტებს, ოღონდ ფონდი ამაზე უფლებამოსილი არ არის, რომ რაღაც სტადიონები და ის. ოღონდ იმასაც გეტყვით, რომ ყველა მუნიციპალიტეტში როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია მულტიფუნქციური ცენტრების გაკეთება, სადაც მოიაზრება დარბაზები, სტადიონი, პატარა სტადიონები და ასე შემდეგ. გასაგები. ამ საკითხსაც შევეხეთ, მაგრამ არ ვაწყენებ, წავიკითხავ. დაფინანსება შედეგების მიხედვით რომ გადანაწილდეს, უმჯობესი ხომ არ იქნება, უფრო სამართლიანი მემაჩნია პირველ ადგილოს ანს უფრო დიდი წილი შეხვდეს საერთო ფონდიდან. ასე 4-5 ფინანსურად უკეთესი გუნდი გვეყოლება, ვიდრე 30 გუნდი, რომელიც უბრალოდ არსებობს. 30 გუნდი არა, 80 გუნდს ვაფინანსებთ ჯერ და გეთანხმებით, ოღონდ იმ ქვედა ლიგების გუნდს იმდენად მიზერულ თანხას ვაძლევთ, რომ ეს უფრო არის გუნდის განვითარებისთვის, შენარჩუნებისთვის, რომ თუ სპონსორს იშოვის კარგს, ამოვიდეს ზედალიგაში, მაგალითად, წლევანდელი შედეგი ვთქვათ, უბრალოდ შაშანდელი ლანჩხუთის გურიის ვარიანტი, როგორც იქნა მუნიციპალიტეტმა შეძლო გასხვისება კლუბის ისეთ მეპატრონეზე, რომელიცაც აქ დაგეგმილი დიდი ინვესტიციის ჩადება ლანჩხუთის გურიაში, რასაც ჩვენ მივესალმებით. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელი უნდა შეუწყოთ იმ ქვედა ლიგების გუნდებსაც, მუნიციპალურ კლუბებსაც, რომ იქნებ ამ დროთა განმავლობაში გასხვისდეს, ბევრი ინვესტიცია მოვიდეს, დაინტერესდეს იმ რაიონის მაცხოვრებელი ბიზნესმენი, ან თუნდაც სხვა რაიონის მაცხოვრებელი, რომ შეიძინოს კლუბი, განავითაროს შესაბამისად მერე ბავშვთა ფეხბურთი, ამოვიდეს ზედალიგაში და მიიღოს დიდი თანხა. აი, თქვენ წეგან როდესაც საუბრობდით, ასე ვთქვათ, კერძო ბიზნესის დაინტერესებაზე, სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო არ განიხილება შეყავთები და ეს ერთ-ერთი პრობლემაა ქართული ფეხბურთის და თქვენც აღნიშნეთ, რომ აუცილებელია მოხდეს ჩართვა, ასე ვთქვათ, კერძო ბიზნესის, რომ უფრო არ არის საკმარისი ის თანხები, რაც ამ შემთხვევაში იხარჯება ქართულ საკლუბო ფეხბურთში. თქვენ როგორ ძალიან უჭირთ კლუბის წარმომადგენლებს მათი კერძო ბიზნესის დაინტერესება. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ხედვა, როგორ შეიძლება რომ ეს ხალხი, ასე ვთქვათ, მოვიზიდოთ და თქვენ ფონდთან, სახელმწიფოსთან და კლუბის ხელმძღვანელთან ერთად რაღაცა კიდევ დამატებითი თანხების ხურეთ რეკლამა და მარკეტინგი ეს არის მათი კლუბების ერთ-ერთი ბავშვთა ფეხბურთი პირველი აქედან უნდა დავიწყოთ, რომ ბავშვთა ფეხბურთიდან განვითარება უნდა დაიწყოს კლუბებმა. შესაბამისად, ბიზნეს ინტერესი უნდა მისცეს ბავშვთა ფეხბურთից და ეს არ უნდა იყოს დღევანდელი ამონაგები, ეს უნდა იყოს წლების შემდეგ ამონაგები, რომ ის კერძო ბიზნესის წარმომადგენელი ინტერესი დღესვე ფეხბურთიდან მოგებას ვერ აიღებს, წლები უნდა და ეს უნდა დავაინტერესოს, დავანახოთ, რომ მომავლისთვის არის ეს საქმე, ეს არის კარგი ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის მეორე და შედეგს წლების განმავლობაში მოიტანს, თუნდაც ის, რომ ვთქვათ 10 წლის წინ 10,000 ბავშვი დადიოდა ფეხბურთზე, ახლა 30,000 დადის. შესაბამისად, თუ მეტ თანხას და მეტ განათლებას მივცემთ ჩვენ მწვრთნელებს და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ბევრად უკეთესი შედეგი იქნება და ის ბიზნესის წარმომადგენელიც დაინახავს აღნიშნულს, რომ მიხვდება, რომ ის ჭკვიანი ადამიანია, ფულშოულობს, ხო? ანუ და მიხვდება ჩაოლებრივად, რომ აღნიშნული თავის ამონაგებს რაღაც წლების მიხედვით წლების შემდეგ მიიღებს. მერწმუნდეთ, არც ერთი კლუბის მეპატრონე დღევანდელ მოგებაზე არ ფიქრობს. ეს ეხლაც ვინც არის, აი 10 წლის განმავლობაში ვთქვით, რომ გაკერძოვდა ხო ეს ფეხბურთი და 55 მილიონს ხარჯავს ეს ბიზნესის წარმომადგენლები თავის სპონსორებიანად თანხას, ხო? მერწმუნდეთ, რომ ესენი უფრო მეც დახარჯავენ
წლების შემდეგ, იმიტომ რომ შემოსავალი ბევრად მეტი ექნებათ ფეხბურთიდან. თუნდაც გაყიდული ფეხბურთელი ვთქვათ, ამის პრაქტიკა 2016 წლამდე ძალიან ცოტა იყო, შიდა ტრანსფერები ცოტა იყო. ეხლა უკვე ესენიც არის. ანუ ერთი გუნდიდან, ქართული კლუბიდან მეორეში რო გადადის, თანხას თხოვენ და ასე შემდეგ. პლუს UEFA-დან დაფინანსებაც ძალიან ნორმალური არის. როიცოდეთ და მაყურებელმა როიცოდეს ევროთასებზე გასული გუნდები UEFA-დანაც იღებენ მსუყე თანხას და ანუ შესაბამისად ეს უკვე ბიზნესის ინტერესია, რომ ბევრი ფული შემოდის სახელმწიფოდან UEFA-დან თვითონაც დახარჯავს და შექმნის გუნდს და მოგება ექნება იმ შემთხვევაში თუ საძირკველს კარგს გააკეთებს თავის ბავშვთა ფეხბურთს მიხედავს პირველ რიგში, ამით მიიღებს შედეგს თუ არა. ვიყიდე გავყიდე, ცოტა ძნელია ესეთი ისა, რომ ზრდასრული ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდეს პროფესიონალი ძვირი ჯდება, იმიტომ რომ ხლა ყველას თუნდაც ევროპელ ფეხბურთელს აქეთ წამოსვლა ფინანსების გამო არ უნდა, იმიტომ რომ დიდი ფული ჩვენთან არ ტრიალებს, დიდ ხელფასს ვერ მისცემ და ურჩევნია თუნდაც ევროპელი აღმოსავლეთ ევროპაში თამაშობდეს. იმიტომ მიდის ჩვენი ფეხბურთელები აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აზიის ქვეყნებში, უფრო კარგ შემოსავალს პირდებიან, ხო? ფულზეა დამოკიდებული და თუ ის ბავშვთა ფეხბურთი გაიზარდა და ორიოდ კაპიქს ზედმეც კიდე დახარჯავს ეს კერძო ინვესტორები, უფრო კარგ შედეგს მივიღებთ. აი ფონდის შექმნის თავარი ერთ-ერთი მიზანი თქვენც კითხავთ ვინც ყოფილა ამ პერიოდი 10 წლის განმავლობაში, ყველას უთქვამს, რომ თალსახად ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ ქართულ კლუბებს დახმარებოდა წარმატებაში და ეს წარმატება არის ევროტურნირებზე გასვლა. აი გავიდა 10 წელი დღეის მდგომარეობით ვართ იქ სადაც ვართ და თქვენ როგორ ფიქრობთ, როდის მოხდება ეს ყველაფერი და როდის შეძლებს ქართული კლუბები ევროტურნირებზე გასვლა? შეიძლება ღმერთმა ქნას ახლა წელსაც და რამდენიმე დღეში დაიწყება ხო თამაშები, მაგრამ ევროტურნირის ჯგუფში გასვლას. ხო, ჯგუფში, რა თქმა უნდა. აი როდის ფიქრობთ, რომ ეს მოხდება და მე რაღაცა ეს მასიურ სახეს მიიღებს ყოველ წელს? ამას ვერ გეტყვით, ოღონდ, აი ზუსტად ის ბავშვები, მასობრიობა და ქვეყანაში ფეხბურთის ბუმი ნელ-ნელა ამ შედეგს მოიტანს და ჩვენი მხრიდან ევროთასებზე გასული გუნდისთვის მანამდეც ვახსენეთ 1 მილიონი გვაქვს ჯგუფში შესვლის შემთხვევაში ბონუსი წერან თქვენს თქვით უფრო მეც იღებენ ჯგუფში თუ შეიძლება. კი, ოღონდ ესეც ის არის, იცით რა არის, უარს არავინ არ გეტყვის თანხაზე, იმიტომ რომ ეს ბიზნესი აგებულია სხვადასხვა შემოსავლის ტიპზე და კლუბმა რო იცის, რომ ერთ-ერთი შემოსავლის წყარო არის ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, მშვენიერია, რომ ის ხედავს ჩვენს თანადგომას რა. ამ შემთხვევაში და ეხლა როდის გავა, იმედი მაქვს წელს გავალთ, ოღონდ რა გითხრათ, აქ არის ბევრ რაღაცას დამოკიდებული, მარტო ფინანსები არ არის, სპორტული შედეგი საბოლოო ჯამში ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, მარტო ფულზე არ არის. აი თქვენი აზრით და თქვენი დაკვირვებით რო არ დავასახელოთ კონკრეტული კლუბი თუ გნებავთ ასახელეთ უკეთესი, მაგრამ ზოგადად აი რო ავიღოთ პირველი, მეორე 20 კლუბი. მენეჯმენტის მხრიდან ამდენად სწორად ხდება თანხების გახარჯვა. არ საუბრობ მხოლოდ ესე ვთქვათ ფონდის მიერ გამოყოფილ თანხას. აი ზოგადად როგორც გამკვირვებელი ესე რომ წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ მენეჯმენტის მუშაობაზეც პრობლემა, კრიტიკა უფრო სწორად გულშემატკივრის მხრიდან. თქვენი აზრით აი რამდენი გუნდი მუშაობს სწორად, ან მუშაობენ, ან არ მუშაობენ? რიგი კლუბები ძალიან კარგად მუშაობენ. აღნიშნული ხელმძღვანელები არიან მენეჯერები, ფეხბურთში გადამზადებულები, თავიანთი ხედვა აქვს, თავიანთი გეგმა აქვს, თავიანთი ფინანსები აქვს. რიგი კლუბები ძალიან კარგად მუშაობენ, რიგს უჭირს ახლა არ მინდა ნახდათ გამოვარჩიო ან ვიღაცაზე ცუდი ვთქვა, ოღონდ ეს სუფთა ადამიანური რესურსის და ადამიანური მენტალიტეტის და მათი ბიზნესი არის, მათ უნდა გადაწყვიტონ. გეტყვით რომ თუ ბევრი ფული ექნება, ფული მარტო შედეგს ვერ მოიტანს რა. ხო. მერწმუნეთ, ავიღოთ, აი მოდი ერთი მაგალითი ვთქვათ, ბათუმის დინამო წელს რა შედეგი მიიღო, ხო? ამ 2 წლის განმავლობაში. გუნდი, რომელსაც გვეგონა რომ ყველა იქნებოდა აუტსაიდერი,
ხუთეულში არის ამჟამად, ისე რომ 2 წელია ფეხბურთელი ვერ დაუმატებია ხლა. ეს ხო სწორი მენეჯმენტის მუშაობის ის არის და თუნდაც იქ მწვრთნელი, იქ მენეჯერი და ასე შემდეგ იმიტომ რომ აკადემიიდან, ბათუმის დინამოს აკადემიიდან ქონდა მხოლოდ ფეხბურთელების ამოწევის და თამაშის საშუალება და იმ 17-18-19 წლის ბიჭებით მიაღწია ეს შედეგი. და იმით რომ წელს უკვე დაინახა ახალი მეპატრონე ყავს, სწორად დაგეგმილი და იმ ბავშვებმა, იმ ფეხბურთელებმა, ახალმა თაობამ, ახალგაზრდებმა ბევრად მეტი მოტივირებულები გამოჩნდნენ, იმიტომ რომ მათ დაინახეს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ მოხდეს თავიანთი ოცნების კლუბში, იმიტომ რომ ბათუმის აკადემიაში თამაშობდნენ, იმ პატარა ასაკში, რომ წარმოდგენაც რო არ ქონდათ სიტყვაზე 3 წლის წინ ზურიკო და ხვიჩა რო დარბოდნენ რა. გასაგები. აი როდესაც ბავშვთა ფეხბურთზე აკადემიებს და ასე შემდეგ საუბრობთ, ასევე გულშემატკივარი დანანებით კრიტიკით ყველანაირი გაგებით აღნიშნავს იმას, რომ საფეხბურთო განათლების დონეც არის ნაკლები და საჭიროა მწვრთნელების გადამზადება, იმიტომ რომ ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ზოგი შეიძლება მიიყვანო არ აქვს მნიშვნელობა კვერცხო, იქნება უფასო ფასიანი თუ აკადემია თუ ასე შემდეგ, რომ აი უშლიან რაღაცა ჯოულებრივად რა კაცის მოტყუებას და ხშირად არის ხოლმე მსგავს არ არიან კვალიფიციური მწვრთნელები. ფონდი რამდენად მუშაობს ამ მიმართულებით, რამდენად ხდება მწვრთნელების გადამზადება იქნება თუ სხვა რაც საჭიროა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მწვრთნელთა და არა მარტო მწვრთნელთა საფეხბურთო მენეჯერთა განათლების დაფინანსება რა. უკვე 10 წელია ვართ და ყოველწლიურად გარკვეულ თანხით ვაფინანსებთ მწვრთნელების გადამზადებას, 4 კატეგორია არსებობს მწვრთნელების და შესაბამისად ჩვენ შევდივართ თანადაფინანსებაში მწვრთნელი თუ იხდის სიტყვაზე პირობითად 100 ლარს, მეორე 100 ლარს ჩვენ ვიხდით და გვინდა რაც მეტი, რაც კარგი და რაც ძლიერი და განათლებული მწვრთნელი გვეყურება, მივესალმებით ამას. შესაბამისად ჩვენც რაღაც წვლილი გვაქვს ამ მწვრთნელთა განათლებისთვის, თუნდაც უმაღლესში მოღვაწე ნებისმიერი პროლიცენზიის მწვრთნელი ხო თანადაფინანსება ჩვენგან აქვს მიღებული. ანუ რაღაც წვლილი ჩვენ გვაქვს მათ განვითარებაში გაწეული. გასაგები. ცოტა ბოლოსკენაც წავიდეთ, ანუ მე ხა თქვენი საუბრიდან გამომდინარე ესეთი შტაბეშლება დამჭა, რომ თქვენც ამ მდგომარეობიდან გამოსწორების და გამოსავალი მიგაშნიათ ბავშვთა ფეხბურთის ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, ბავშვთა ფეხბურთი. ყველაზე მთავარი საძირკველი საიდან მოდის, ხო, ბავშვებიდან და აუცილებელია ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ამიტომ ეს კლუბებმა ყველაზე კარგად იციან და ზუსტად ის, რომ ბავშვი დამეჩაგრება ეს არ არის რა, ნიჭიერი ბავშვი ფეხბურთში არასოდეს არ დაიჩაგრება, ვერ დაიჩაგრება, იმიტომ რომ ერთს არ მოეწონება, მეორე კლუბს მოეწონება რა. და იმდენი საფეხბურთო მენეჯერი არის, ესე ვთქვათ, და იმდენი ბავშვს აკვირდება, ყველა ბავშვს აკვირდებიან რა. ჩემი შვილი დადის ფეხბურთზე, შემხვდა ამას წინათ ერთ-ერთი კლუბის მეპატრონე ამ ტოპ ლიგის და მეთქი აქ ისა ვაკვირდები ბავშვებსო რა, ანუ ჩვეულებრივად ნებისმიერ თამაშზე დადიან და აკვირდებიან, რომ ვიღაც ნიჭიერი ბავშვი იქნებ გამოჩნდეს, რომ მათ მე მშობელს ესაუბრონ და გადმოიყვანონ თავიანთ კლუბში, რომ შემდეგ განვითარებისთვის რაღაც ის მისცენ. დარწმუნებული ვარ ამ პოდკასტის გამოქვეყნების შემდეგ ასევე კომენტარები იქნება კიდევ უფრო მეტი ზუსტად იმაზე, რასაც უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ აი ბავშვთა ფეხბურთზე თუ თქვენც თანხდებით მაგაზე, კიდევ იქნება მოწოდება, რომ ბავშვთა ფეხბურთზე მიემართოს თანხა და არწმუნებული კრიტიკა იმაზეც იქნება, რომ ახლა თქვით თანხის გაზრდა 2027 წლის. იმიტომ რომ ხალხს ეს დამოკიდებულება აქვს, რადგან შედეგები არ აქვს ქართულ საკლუბო ფეხბურთის წარმომადგენლებს ეს თანხები ჩვენი გადამხდე საქართველოს მოსახლეობისგან ესე ვთქვათ გადახდილია ხო ეს თანხები ბიუჯეტში რაც შედის და არ გვინდა რომ ჩვენი ფული იხარჯებოდეს ამ წარუმატებელ ფეხბურთში ეს დამოკიდებულება აქვს გულშემატკივარს და არწმუნებული ვარ კრიტიკა კიდევ უფრო იქნება ამის შემდეგ. მზად ვართ კრიტიკისთვის, არანაირი პრობლემა არ არის ჩვენთვის ეს ვეთანხმები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე ნაღდათ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის ვანვითარებთ ვეხმარებით და კიდევ ვიმეორებ რომ მუნიციპალიტეტები ჩართული არიან ამ
პროექტებში ყველაზე უფრო. მილიონობით ლარი იხარჯება იმ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენს გარეშეც. და კერძო სტრუქტურები მით უმეტეს ამ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ რა. ბუმი არის სტადიონების დეფიციტი გვაქვს, ინფრასტრუქტურის დეფიციტი გვაქვს, იმდენი ბავშვი დადის ფეხბურთზე. მარტივად რო ვთქვათ რა. ეს არის ხვალინდელი დღე, ეს არის ხვალინდელი შედეგი, რასაც მივიღებთ ხვალ ზეგ მაზეგ. გასაგებ. და ერთი კითხვა მექნება ბოლოს, ასეთი მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რამ ერთ-ერთი პრობლემა ასევე ყველაფერთან ერთად არის ის, რომ ნაკლებად ხდება გაშუქება ქართული საკლუბო ფეხბურთის. და ერთ-ერთმა ადამიანმაც მომწერა ამასინებს, რომ ეხა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საბედნიეროდ მომრავლდნენ ადამიანები სოციალურ ქსელში, ვინც აქტიურად დადიან, აშუქებენ, ასე ვთქვათ, ამ ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ხომ არ იგეგმება, ან ხომ არ არსებობს უკვე რაღაცა თუნდაც ფეხბურთის განვითარების ფონდიდან წამახალისებელი სოციალურ მედიისთვის. შეიძლება მესმის ტელევიზიასთან რაღაცა თქვენ ვერ დაფინანსოთ ტელევიზია, რომ ვირობითად წავიდეს თამაში გადაიღოს და ასე შემდეგ, მაგრამ აი უფრო მეტად რომ იყოს საუბარი და გაშუქება. ჩვენ პროექტში ეს არ არის, ოღონდ ფედერაცია ყველა თამაშს იღებს YouTube-ზე და შესაბამის გვერდებზე ყველა თამაში მიმდინარეობს თუნდაც. აი მარტივად მედიის მხარდაჭერა რამდენად ტელევიზიაშიც გადის, რავი, ხელმისაწვდომია ძირითადად ტელევიზიაში ჩანაწერი გადის. ჩანაწერი პირდაპირიც არის ერთ-ერთ არხზე და ყველა თამაში YouTube არხზე არის. ასე რომ ჩვენი ფონდის თემა ეს არ არის. ჩემპიონატს ატარებს ფედერაცია და ფედერაცია აშუქებს შესაბამისად თავის ნახველი ყოველთვის ყავს. მე რო ვერ მივდივარ სტადიონზე, აუცილებლად YouTube-ზე ჩავრთავ, უფრო სწორად ფეხბურთის ფედერაციის საიტზე შევდივარ და ვნახულობ თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს. მე შეიძლება ცუდად დავსვი შეკითხვა, გულისხმობ იმას, რომ აი რიგითი იუთუბერი, ბლოგერი დავუშვათ მომობ, რომელიც დადის ან Facebook-ზე, TikTok-ზე ძალიან აქტუალურია და ხშირად ხდება საბედნიეროდ, რომ ბევრი ადამიანია უკვე რომელიც დადის და ცდილობს გადაღებას, რომ აი ამ საკითხში ხელშეწყობა ამ ადამიანების თუ იგეგმება თქო. როგორ უნდა შევუწყოთ, მე ვერ მივხვდი ხელფასი მივცეთ? არა, პირობითად მომობ რაღაცა ტექნიკა უყიდო? ხო რა, რაღაცა მხარდაჭერის. მე იმის მონიტორინგი როგორ იქნება სიტყვაზე ამიხსენით, აბა? ხო, არა, მე ვერ ხვდები ახლა იუტუბერის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რავი, ვერ გავიგე. კი ბატონო. საერთოდ იქნებ მითხრათ და მოვიფიქროთ აღნიშნულ თაობაზე რამე პროექტი. ხო, სიმართლე მეც არ მიფიქრია. რავალდებულებას აიღებს სახელმწიფოს მხრიდან, რომ იგი როგორ გააშუქებს, რამდენი ნახველი ეყოლება თუ რაღაც. ეს ხო. ხო, უბრალოდ მე არ მიფიქრია ამ საკითხზე, უბრალოდ რადგან მომწერეს, მაგიტო ასე ვთქვათ, დავსვიე შეკითხვა და რაღაცა ხო, სწორად აღნიშნეთ, რომ როგორ შეიძლება ეს გაკონტროლდეს, აი ეს არ ვიცი, ამას არ მიფიქრია, უბრალოდ წახალისება შეიძლება იყოს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს თუ რაიმე იქნება რამე ფორმატ მოიძებნება, არ ვიცი. არ მიფიქრია ამაზე. ყველა კლუბს აქვს თავისი ვებგვერდი, თავისი Facebook გვერდი, თავისი YouTube გვერდი და ვინცაც კარგი ესე ვთქვათ, მარკეტინგის მენეჯერი ყავს, ისინი აშუქებენ თავიანთი კლუბის თამაშებს, გათამაშებებს აკეთებენ. ბევრი გათამაშება უკვე ნახეთ და რავი, ახლა ესეთი ის და უფრო ეს თან კლუბის მენეჯმენტის პასუხისგებლობა, თავიანთი კლუბის დაპიარება, ესე ვთქვათ რა და სოციალურ ქსელში გაყვანა დადებითი კუთხით. კარგით, ბოლოს ესეთი რუბრიკა გვაქვს ჩვენ, სადაც თქვენ გთხოვთ, რომ ჩვენს მაყურებელს ნებისმიერი სირთულის სასურველია საქართველოს ჩემპიონატიდან, თან საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებული დაუსვათ რაიმე შეკითხვა და პირველი სამი ადამიანი, რომელიც სწორად გასცემს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, სიმბოლურად გადაეცემა ბურთი ჩვენგან საჩუქრად. ბატონო, ვინ იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ბომბარდირი? პირველი სეზონის ბომბარდირი. პირველი სეზონის ბომბარდირი, კი ბატონო. ძალიან საინტერესო. მადლობა სტუმრობისთვის და იმედი მაქვს, რომ კიდევ ეტაპობრივად მოგვეცემა განსაკუთრებით აი ახალი ასე ვთქვათ გეგმა, როდესაც იქნება წარდგენილი, დარწმუნებული ვარ, ბევრი კითხვა იქნება ასე ვთქვათ მაყურებელს და მედი მაგრამ ხშირად მოგვეცემა შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ და მაყურებლის კითხვებიც
დღესაც ვეცადე, არ ვიცი ამდენად დავაკმაყოფილე მაყურებლის ესე ვთქვათ მოთხოვნები, მაგრამ სამომავლოდაც იმედი მაქვს, რომ კიდე გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ თქვენ საქმიანობაზე, ფონდის საქმიანობაზე. მადლობა ნიკა, წარმატებებს გისურვებთ დღესაც, გუშინაც ბალენსში ყოფთით და ხვალ უფრო დიდი გულშემატკივარი ვიქნებით. მადლობა დიდ. აი ხა